გამარჯობა, იმედის ამბავი იმდენად ღირსშესანიშნავია, რომ მინდა ვიდეო ჩავწერო პატარა. ჩემი აზრით ეგეთი დარტყმა ოცნებას აქამდე არ მიუღია. თვით ივანიშვილის სანქციებითაც კი, რომელიც მას ამერიკამ დაუწესა. ეს იყო სანქციები, რომელმაც მას დაუტოვა რაღაც მანევრირების საშუალება. აქამდე რაც იყო ეს სავიზო შეზღუდვები თუ დაუშვათ ხა გომელაურის დასანქცირება, იყო ერთი პირის დასანქცირება, იგივე ხარებას დასანქცირება და ეს ადამიანები ხო კარგი შეიძლება იმდენი აქვთ ნაშოვნი რომ რაღაცა ქეშითი არსებონ და ნუ რაღა ეშველება ხო ეს ადამიანები ჩამოწერეს და გააგრძელა კოცობამ ცხოვრებამ ძალაუფლებაში მაგრამ აი იმედის ამბავი არის ძალიან მძიმე დარტყმა მათთვის ერთი აი რამდენიმე მიზეზის გამო ჩემი აზრით ერთი რომ რაღაცნაირად დაგროვდა თითქოს წლების მანძილზე ამათ თავხედობა რომელსაც რეალურ პასუხს არ სცემდნენ და კოცებმა დაიჯერეს რომ აღარ გაგცემენ ჩვენ პასუხს რაღაცნაირად ეგეთი აზრი გაუმყარდათ რომ რაც უფრო შეუტევთ უფრო დაგვითმობენ აი სტატუსი რომ მოგცეს ლანძღვის მერე ეგრე ჩათვალეს რომ ვაგრძელოთ კაცო ლანძღვა თვითონ უთქვამს ახლა მდინარად ნათქვამი ჩემი ყურთმა მოსმენილი რომ ჯობს ესე გავაგრძელოთ და დაგვითმობენ ესენი ფიქრობდნენ რომ ხა დასავლეთ რა ვიცი აქ ჩვენთან დერეფანი ჭირდება, კაბელი ჭირდება, რაღაცები ჭირდება და დაგვითმობენ იმათაც ვჭირდებით. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ძალიან ცუდ ადგილში მოხვდათ და რატომ მოხვდათ ცუდ ადგილში? თუ გავიხსენებთ პირველ დღეს კოცების ბაქიბუქს ძალიან ჯიღებს იცემდნენ რომ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, გადავარჩენთ, ასე ვიზამთ. დღეს კობახიძე იყო ძალიან კუდამოძუებული და ნუ რაღაცა ერთი deep state-ს ლანძღავდა ბრიფინგზე, ხო, პოლიცაბჭოს ხდომის მერე, სადაც ივანიშვილიც გამოჩნდა და ეგ როგორც წესი კრიზისების დროს ჩნდება ხოლმე. მათ ამ ორი დღის განმავლობაში რეალურად ჩახედეს თვალებში იმას, რომ მათაც და მათმა მხარდამჭერებმაც რომ არის რაღაცა ზღვარი, რომლის იქითაც უბრალოდ აღარ გავა ისე, როგორც მათ უნდოდათ და როგორც აკეთებდნენ და როგორც წარმოედგინათ. და რაღაც ზღვარს იქით ეს არის უკვე სერიოზული პრობლემა. როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ უკვე ლაპარაკები ბანკებთან და სხვასთან რა თუნდათ ლაპარაკი, აგერ თვითონ ივანიშვილიც ქართულს იტყოდა პირველ რიგში და რუხაძის ლიბერთი ბანკიც, რომ არა ჩვენ იმედის ანგარიშებს აქ ვერ გავხსნით. შესაბამისად, სხვა ბანკებიც ეტყოდნენ, რომ არა ჩვენ თვითმკვლელები არ ვართ და იმედს ვერ მოვემსახურებით. ანუ იმედს დღეს არა აქვს საბანკო ანგარიში და დაინახეს, რომ ბანკებს ვერ დააკაჩავებენ რა, იმიტომ რომ ძალიან ფაქიზი თემაა. ყველა ავტორიტარი ხელისუფლებებიც კი ერიდებიან ბანკებს, იმიტომ რომ ქვეყნის საფინანსო სისტემა შეიძლება უბრალოდ ჩამოიშალოს. აი ბანკებთან რომ რაღაცა ცოტა ისე არასწორად გამოგივიდეს და ისეთი კრიზისი დაიწყოს, რომ უბრალოდ ვეღარ გააკონტროლებენ. მოკლედ მიხვდნენ, რომ ბანკების კაჩაობას აზრი არ აქვს, არავინ იმედს ანგარიშს არ გაუხსნის და ყველამ დაინახა თვითონაც და მათმა მხარდამჭერებმაც, რომ ბრიტანეთის სანქციები არის აი კატასტროფა რეალურად. აქამდე რომ ამბობდნენ, რომ ნუ რა გვასანქცირონ და იყვნენ რა მოხდა. ეს არის არანაკლები ვიდრე ამერიკის ხაზინის სანქციები და არანაკლები ვიდრე ევროკავშირის სანქციები, ხო? ის ნუ სხვადასხვა, მაგრამ თავისი ეფექტით მით უმეტეს კომპანიისთვის ამას აქვს გამყინავი ეფექტი. და ეს დაინახეს თვითონაც, დაინახეს მათმა მხარდამჭერებმაც, თან დაინახეს თვითონაც და მათმა მხარდამჭერებმაც, რომ ამას ვერაფერს ვერ შველიან, ვერაფერს ვერ აკეთებენ და არიან აბსოლუტურად უმწეოები. აი დღეს კოცები გამოიყურებოდნენ უმწეოდ და ეს მათთვის, როცა ეს რეჟიმს აშენებდა კუნთებს ათამაშებ, არის პრაქტიკულად კატასტროფაა. აი ამიტომ ერთი არის ძალიან მძიმე მათთვის იმედის შემთხვევა. მეორე როგორ უნდა გადაარჩინონ იმედი, ხო? საბანკო ანგარიში იმედს ვერ ექნება და დღეს დამტკიცდა მათივე წერილით, სადაც გვეს რომ ჩვენი ბანკი უნდა გავხსნათო. როგორ გახსნიან ახლა ამ ბანკს და რამდენად რეალურია ეს ერთი საკითხია, კი, ჩემი მეგობარი მეუბნებოდა 2 დღის წინ, რომ შეიძლება მე ვფიქრობ, რომ რაღაც პატარა სათამაშო ბანკს გახსნიანო და ერთსა ბანკომატს დადგავენო იმედის ოფისში, რომ აი თანამშრომლებს ილუზია შეუქმნან, რომ რაღაც სოლიდურ დაწესებულებაში მუშაობენ და ხელფას იღებენ ბანკომატიდან, მაგრამ ნუ ერთი რომ არ არის მარტივი და აქ უკვე ეროვნული ბანკი დგება საფრთხის ქვეშ თუ ამათ მიცემს საერთოდ ლიცენზიას და მერე ნუ ეს ბანკი როგორი ფუნქციონირებს, შეიძლება მიაბან მარტო ლარის ანგარიში და რაღაცა შიდა ბარათები დაამზადონ, მაგრამ რეალურად ეს იქნება სათამაშო ბანკი. კი, ძალიან ჭირდებათ, თუნდაც ეს მაინც, იმიტომ რომ ნახე, თავისუფლად შეუძლიათ შავი ფულით აფუნქციონირონ იმედი. ნუ ბიზნესები მიიტანენ რა პრობლემაა, თვითონაც ბევრი აქვს შავი ფულის, აი რაღაც მიიტანენ
დაურიგებენ კონვერტებით, აი რადიო თავისუფლება დაწერა რომ დღეს თურმე კონვერტებით დარიგდა ფული, მაგრამ ორგანიზაცია ფუნქციონირებს, დაუშვათ ეთერში არის ყველა ხედავთ რომ იქ მუშაობს ასობით ადამიანი და ოფიციალურად არაფერი არ ფიქსირდება. არც გადასახადი, არც შემოსავლო. ეხა იმას ვერ იტყვიან რომ 1000 კაცი მუშაობს უხელფასოდ, ხო? არ ვიცი. ენთუზიაზმზე მაგდანიკაშვილი და ესენი მუშაობენ უხელფასოდ. სხვაგან რომ მიაწერონ სხვა კომპანიაზე, ამაზეც ილაპარაკებდნენ დარწმუნებული ვარ. ეგრე არ არის რა, არავინ არ აიღებს თავის თავზე ამას, იმიტომ რომ ყურადღება იქნება ძალიან დიდი. მოკლედ რთულია ეს ამბავი რა. ფულის ნაკლებობა კი არ არის. ჯერ ერთი ეგეც არის, იმიტომ რომ დიდი ბრენდები, საერთაშორისო ბრენდები დიდი ალბათობით გავლენ იმედიდან, ეხა ელოდებიან თავის სათავისების გადაწყვეტილებას და ალბათ გავლენ იმედიდან და ლოკალური ბიზნესიც მოერიდება, არავის არ უნდა მოკლედ ზედმეტი პრობლემები, ხო და ესე არ გამოვა რომ აი მარეგულირებელში რაღაცა ხომ წარადგინა, ნულოვან ფორმას ხო წარადგინა, რომ არანაირი შემოსავალი არ მქონდა, არანაირი გასავალი არ მქონდა, ხელფას ესე იგი საშემოსავლო არ მაქვს გადასახდელი, ანუ უკვე გადადიან ისეთ ზონაში, სადაც არის რაღაც კრიმინალური ზონა, ხო? და ეხა ამაში რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება, მით მეტი იქნება, ხო? რა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. ანუ ეგ არ არის ოფცია, რომ აი ყველაფერი შავად გააკეთო, ვერ გააკეთებენ, მაგრამ სადმე რამე ხო უნდა გადარიცხონ, საიდანმე ოფიციალურად ხო უნდა გადარიცხონ, არა და აი სათამაშო ბანკი მაინც თუ არ შექმნეს, უბრალოდ ვერაფერს ვერ გააკეთებენ. აი რაც არ უნდა მოხდეს, ვერ იარსებებენ მოკლედ რა, ან იმდენად ცხადი იქნება, რომ ყველანაირ კანონს არ ღვევენ, სანქციებს არ ღვევენ, რომ მე უკვე შეიძლება აი მათთან დაკავშირებულ კომპანიებს და რაღაცა პერსონებს შეექმნათ პრობლემა და მოკლედ ვერ ახერხებენ ამას. ბრენდი რო შეინარჩუნონ, აი ესეთი პრობლემა. ბრენდი რო დახურონ და რომელიმე სხვა მანქანა გააძლიერონ, კი ბატონო არ იქნება პრობლემა, რუსთავი 2 შეუძლიათ გააძლიერონ, იყო ამაზეც ინფორმაცია, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი რამდენიმე თვალსაზრისით, რომ რუსთავი 2 შეიძლება ხვალ დაუსანქცირონ, აი თუ იქით გადაეწყობიან, ეს ერთი და გარდა ამისა, მათი მხარდამჭერების თვალში ეს არის რეჟიმისთვის ძალიან დიდი დარტყმა, რომ ხო, კი, ქალებს მოერიეთ ჩასვით ციხეებში, ტროტუარზე დგომისთვის, კი ბატონო, მაგრამ რეალურად თქვენ ვერ დაიცავით ვერც საკუთარი თავი, ვერც საკუთარი ინტერესები, ვერც ჩვენ და ვერც ის, ვინც გემსახურებოდათ, ხო, ანუ იმედი ვერ გადაარჩინეთ. და ეს იქნება ივანიშვილის რეჟიმისთვის იმხელა დარტყმა, რომ აი ჩამოშლის ტოლფასია მოკლედ რა და ეს ძალიან კარგად იციან მათ. შემდეგი ამბავი ის არის, რომ ივანიშვილს ეხლა სულ ელანდება უკვე, რომ აი თვითონ არის ამის ადგილზე, ხო? აი ყულევის სპორტზე მაგალითად ევროკავშირის სანქციებიდან, იქ დაიბლოკა თვითონ იმ სანქციების მე-20 პაკეტს აქვს პრობლემა, მაგრამ იქ ლობირებს უნგრეთი და როგორც ამბობენ იტალიაც, რომ თქვათ ეს ყულევის სპორტი არ იყოს, მაგრამ დაუშვათ იქ დაბლოკე. ხვალ შეიძლება ბრიტანეთმა დაგესიათ სანქციოს ის შენი ყულევის სპორტი, კი არა და ის ქარხანა კიდე რომელზეც აი მთელი ისინი გაქვს აგებული, ხო? სქემები გაქვს აგებული, რომ იქიდან ფული უნდა იშოვო და რუსული ნავთობი აკატაო აქეთ-იქით, ხო? ანუ ივანიშვილი ხა ამებზე ფიქრობს, რომ deep state-მა შემომილაწუნა და ეხლა ჩემი აზრით მათ აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. სხედან და ფიქრობენ რაქნან. სასოწარკვეთილებ მათ დაინახეს რამდენად მოწყვლადები არიან, ასე ვთქვათ, თუ იქით ამ მხრიდან, თუ ეგრეთ წოდებული deep state-ი სერიოზულად მიუდგება ამათ, ხო, ძალიან მოწყვლადები არიან. აქამდე ისინი სინამდვილეში იყვნენ ქართული ხალხის ზურგს ამოფარებული. ნახეთ როგორ იყო, რომ კოცებმა გააფრინეს, მაგრამ ევროპა, ამერიკა, ბრიტანეთი მაინც ფიქრობდნენ, რომ ჩვენ საქართველოს დაკარგვა არ გვინდა, იმიტომ რომ იქ მოსახლეობის უმრავლესობა არის პროდასავლური და ეს ხალხი იბრძვის, რომ დასავლეთისკენ წამოვიდნენ და ამათ საყვედურობდნენ, უბრალოდ რაღაცა აფრთხილებდნენ, მეგობრულად, არამეგობრულად, მაგრამ აი რაღაცა ბოლომდე ისეთ პასუხს, რასაც ესენი იმსახურებდნენ, არ სცემდნენ, იმიტომ რომ რაღაცა ქვეყანას უფრთხილდებოდნენ და კი გამიჯდეს ქართველი ხალხი და ქართული ოცნება, მაგრამ ну აი მაინც ახლა ქვეყანას არ ტყავს რა საბოლოო ჯამში კიდე ერთ რამდენიმე კომპანია რო დაასანქცირონ და ბანკებიც ესეთ რყევებში რო ჩავარდნენ, იქ მერე საკრედიტო პორტფელი შეუმცირდებათ, იქ სერიოზული მთლიანად მართლადგება ეკონომიკა საფრთხის ქვეშ და ისინი ერიდებოდნენ ამას რა, რომ არ ერყიათ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ეკონომიკა, საფინანსო სისტემა, პარტნიორები ამას უფრთხილდებოდნენ, იმიტომ რომ მაინც თვლიდნენ, რომ მათი ნაწილი გავხდებით ადრე თუ გვიან და მეც მჯერა, რომ გავხდებით და დაუბრუნდებით.
დასავლურ სივრცეს, ხო და ამით სარგებლობდნენ ქოცები, ანუ ჩვენ ზურგს უკან იყვნენ ამოფარებული, ეგრეთ წოდებული აკაცუკების ზურგს უკან და ამით გადიოდნენ იოლად და ეხლა დაინახეს, რომ ეს აღარ გამოვა და გაეცემათ პასუხი და აი რამოდენიმე ეგეთი კიდე და ისე აერევათ ყველაფერი და იმდენი გამქცევი გაჩნდება მათი რიგებიდან, ახლა თუ დაინახეს, რომ უკვე ხელფასის პრობლემა შეექმნათ, უკვე მათი მომავალი დგება საფრთხის ქვეშ, არავის არ უნდა ხომ გლის ბილეთით იაროს მთელ მსოფლიოში, ხო ის ადამიანები, ვინც ამ იმედის გემს ბოლომდე ჩაყვებიან, მათი მომავალი ძალიან სათულოა რა, მოკლედ არ ვიცი ხა საქართველოში მართლა კი, თუ საქართველოს პარლამენტს არ გაცდებიან, არასოდეს არ ექნებათ ამბიცია, რომ ან იმოგზაურონ, ან უცხოეთში იმუშაონ, ან რაღაცა კონტაქტები კონდეთ, რაღაცა კონტრაქტები კონდეთ და ასე შემდეგ, კი ბატონო, მაგრამ თუ ვინმეს ამბიცია აქვს აი ახალგაზრდა ადამიანს, რომ მომავალში რაღაცა საინტერესო ცხოვრება უნდა და რამეს უნდა რომ მიაღწიოს აი ამ დიდ სივრცეში, რასაც დასავლური სივრცე ქვია და რომლის ნაწილი ჩვენ აუცილებლად გავხდებით და იქ მუშაობაც შეგვეძლება თავისუფლად და იქ ცხოვრებაც შეგვეძლება წასვლა, წამოსვლა, ეს აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს ადამიანები ჩარჩებიან ჭაობში. ხო, ანუ ეს ადამიანები, ვინც აზროვნებს და ვინც ხვდება ვაფშე რასთან აქვს საქმე, ეგეთი ცოტა არის, გოდიში ვაფშე რო ვთქვი, წამომცდა. ხო, ანუ ბევრი არ არის ეგეთი, უბრალოდ ბევრი ვერ ხვდება რასთან აქვს საქმე, მაგრამ აი რომ მიადგებათ კარზე აი ეს პრობლემები, მე ბევრი მიხვდება უკვე. რასთან არის საქმე და აი დღეს რომ ბანკზე იმედმა განცხადება გამოაქვეყნა, უფრო მე მგონი თანამშრომლებისთვის თან იქ დაწერეს, რომ აი ხელფას მოგიმატებთ, არ შეგეშინდეთ და დღეს რაღაც დებილურ ფლეშმობებს აკეთებენ, ერთმანეთს ამხნევენ, თავს იმხნევენ. მოკლედ იმედის ამ ფორმით გადარჩენას რომ შევაჯამოთ, ისეთი კრიმინალი დაჭირდება ის ყველას მხრიდან აი ამ მასშტაბით გაკრიალებული იმედის შენახვას, რაც ჯერთი არ არის რა რეალური, მოკლედ სერიალების პრობლემაც ექნებათ, ამ მეგაშოუების პრობლემაც ექნებათ, ყველაფერი პრობლემა ექნებათ. იმდენი ვინმე უნდა ჩაერთოს კრიმინალურ საქმიანობაში პირდაპირ გაგებით, რომ ეს უბრალოდ საშიშია და ბევრი არ გაყვება ამაში. და იმედი რომ დათმონ, ეს არის რეჟიმისთვის ძალიან დიდი დარტყმა და იმის აღიარება, რომ აი კი უმწეოები ვართ და თუ deep state-მა გადაწყვიტა, რომ უნდა მოგცხოს, ჩვენ დავრეტიანდებით და ეხლა იმიტომ გამოჩნდა ივანიშვილი მოკლედ, რომ კობახიძეს იმედზე ვეღარ იქნებიან, ისედაც არ უყვარს არავის ოცნების მხარდამჭერებში მაინდა-მაინც ეს კობახიძე და თან ეხლა იმ ხელობედურება დაიტეხეს თავზე, ხო? აი შეუპოვრობის პოლიტიკით, რომლის ერთ-ერთი იდეოლოგიც ზუსტად ეს არის ეს ჩიჩილაკი, ხო და მოკლედ ივანიშვილი გამოაჩინეს ახლა რომ აქ ვარ ხალხო ნუ გეშინიათ და ფიქრობ რომ არ შეიძლება კობახიძეს მოსცხოს და გააგდოს ახლა ჯერთ ეს კობახიძე არაფერს არ აკეთებს მაგასთან შეთანხმების გარეშე, ნუ რაღაცებს იქ ცუღლუტობს, მაგრამ მაინც ერთად რაღაცებს უთანხმებს, ხო და აი აქამდე მივიდა მათი შეთანხმებული ეს შეურიგებლობის პოლიტიკა და ეხლა ივანიშვილი თავის ხوار დასჭის, ვინმე ხომ დასაჯოს და ვინმე ხომ დააბრალოს ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ეხლა კი კობახიძე ძალიან ჭირდება, ძალიან კარგი ცივსისხლიანი სადისტია, რომელიც თვალსაჩინო არ დაახამხამებს, ისე გაწირავს ათასობით ადამიანს, მაგრამ ამიტომ ძალიან ჭირდება, მაგრამ ეხლა ვიღაცას უნდა დააბრალოს ეს ყველაფერი და თან ეხლა უკვე მე ჩემი აზრით მოძებნის გზებს რომ რაღაცნაირად ცოტა უკან დაიხიოს. აი დღეს ეს გამოჩნდა ძალიან ცხადად. მე სიმართლე გითხრა, ამათი სიგიჟეებიდან გამომდინარე, ველოდებოდი ამ ბრიფინგს, რომ აი მე გამოვა და იტყვის, რომ აი ახლა ყველა ტელევიზიის დირექტორს დავიჭერა, ქან საერთოდ გავყრი ელჩებს, არ ვიცი, საიდან გამოვლენ ასად აღარა ვართ, მაგრამ რა ვიცი, აი მაგალითად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ ავასრულებ მორჩა დასავლეთ და ასე შემდეგ. რაღაც ეგეთებს იტყოდნენ. ნუ ესე მიჩვეულები ვართ ამათგან, ხო, რომ რაღაც სიგიჟეს იტყოდნენ აბსოლუტურად. მაგრამ გამოვიდა და თქვეს, რომ ხო, რა ვიცი, აი ევროპასთანაც გვინდა რომ კარგად ვიყოთ და ცალმხრივი მეგობრობა დაგვრჩება ბრიტანეთთან არაუშავს და რა ვიცი ტრამპი რო დაამარცხებს deep state-ს იქნებ მე ვიმეგობროთ და ასე შემდეგ. მოკლედ სინამდვილეში გარედან შეიძლება ისე არ ჩანს რა მხელა ამბავია ეს იმედის ამბავი და რა მხელა დარტყმა რეჟიმისთვის, მაგრამ ეს არის უდიდესი დარტყმა და რაც თორე ის ბანკები რო დადიოდნენ ბრიტანეთში და რო ეუბნებოდნენ რომ არ დაასანქციოთ ბიძინა ივანიშვილი თორე ქვეყანა ჩამოიქცევა, ჯობდა ივანიშვილთან ევლოდ
და ეთქვათ, რომ არ გინდათ ბატონო ვიციან, ნოაკეთებათ ასეთ რაღაცებს, თორე თქვენს პრობლემები შეგექნებათ, ჩვენს პრობლემები შეგვექნება, მე ჩვენ გავიჭედებით შუაში, ვერც თქვენს მხარეს ვიქნებით და იცით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ბანკი უნდა გადავარჩინოთ, აბა ჩვენს თვითმკვლელობას ხوار მოვაწერთ ხელს და გაიჭედებით ცუდად. არ ქნეს ეს, იმიტომ რომ არიან მაიმუნი, ოპორტუნისტი, შემრიგებელი, მედროვე ხალხი. ესენი ბიზნესმენები არ არიან, ხო და ეხლა ყველა ერთად გაიჭედა. ეს არის მხოლოდ დასაწყისი ჩემი აზრით და აი ნახოთ, ძალიან საინტერესო ამბები გველოდება და ყოველდღიურად უნდა მივადევნოთ თვალყური იმედს. წავედი.